დაზარალებულ კახეთის რეგიონში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში სტიქის მეორე დღიდანვე ჩართულია მაშველთა ჯგუფი აჭარიდან. მეთუნუქეების 32 კაციანი ბრიგადა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ მოხალისეებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს უშუალოდ სოფელ ვაჩნაძიანში ასრულებს. 14 ოჯახს სახლები უკვე გადაუხურეს, 10 დღეში კი ყველა სახლი გადახურული იქნება. კახეთის რეგიონში აჭარიდან სულ 90 მოხალისე გაემგზავრა. უახლოეს დღეებში კი სტიქის ზონაში დამატებითი ჯგუფი გაიგზავნება. ძირითადად დაზიანებული არის სახურავები. აჭარის მთავრობის მიერ შემოტანილი იქნა დაახლოებით 10000 კვადრატული მეტრო აცინკონანი თუნუქი საჩუქრად, ასევე მივლინებული არის ბრიგადები, დაახლოებით 14 ბრიგადა დღევანდელი რიცხვით დაწყებული აქვს სამუშაოები. ჩვენი რაიონიდან, ხულოს რაიონიდან წამოსული ვართ 60-მდე ადამიანი მობილიზებულად ზოგი რითი მე მაგალითად დაკავებული ვარ მომარაგებით, ამ ბრიგადების მომარაგებით. ყოველ წუთში ვისაც რა ჭირდება სატელეფონო ხაზით მასალების მიწოდება ხდება ინტენსიურად და ყველანაირად სწრაფად ძალიან სწრაფ ტემპებში ხდება სახლების აღება.